ლელოსთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს. ეს განცხადება გააკეთა ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ის აცხადებს, რომ არც ლელოს არ აქვს სალაპარაკო რაიმე ქართულ ოცნებასთან და ლელოს შეუძლია ესაუბროს საკონსტიტუციო სასამართლოს, მაშინ როდესაც პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით დაიწყება სხდომები. დღეს ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად კიდევ ერთხელ თქვა უარი ქვეყანაში კრიზისიდან გამოსავლის გზების ძიებაზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართულმა ოცნებამ, რომ ისინი არაპირებენ ყველაზე დიდი საზოგადოებრივი მხარდამჭერის მქონე ოპოზიციურ პარტიებთან საუბარს დიალოგს მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ შალვა პაპუაშვილი თავად შეხვდა ეუთო საპარლამენტო წარმომადგენლობას, რომლებმაც პირდაპირ თქვეს, რომ აუცილებელი არის პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგი დადგეს. თუმცა მიუხედავად ამ მკვეთრი და მკაფიო განცხადებებისა, ქართული ოცნება პარალელურად მაინც აკეთებს გარკვეულ წინაპირობებზე მინიშნებას იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ლელო უნდა გაემიჯნოს ალეკო ელისაშვილს ან იმ შემთხვევაში თუ კი ლელოს ქართულ ოცნებასთან საუბარი უნდა, მაშინ ამ პარტიამ პირველ რიგში ქართული ოცნების ლეგიტიმაცია უნდა აღიაროს. რაც შეეხება რადიკალურ ჯგუფებს, მათ პრობლემა არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან, მათ პრობლემა აქვთ საქართველოს კონსტიტუციასთან. ამიტომ თუ კი რამესთან დაკავშირებით მათ უნდა ილაპარაკონ კონსტიტუციის და სისხლისამართლის კოდექსის საკითხებზე, რომელიც მათ ასე უხვად აქვს დარღვეული. ამიტომ კიდევ ერთხელ ლელოსაც რაც შეეხება, მათ ჩვენთან ან ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და ელაპარაკონ მათმა ზოგიერთმა წევრმა, ელაპარაკონ სისხლისამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებით საქმეები არის. შეიძლება გვეფიქრა, მაგრამ მე თან გაგახსენდება, რომ ამ კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ დარბოდა ბენზინის სასამართლოში და წვავდა, ცოტა მაგდოს ხასიათი აღარ გვაქვს ხოლმე ლაპარაკის და მათ შორის რომ არც გმობენ, არც ემიჯნებიან, არც რიცხავენ. თქვა უკვე პრემიერ-მინისტრმა და გამეორება საჭირო არ არის. თუ ისინი ცნობენ ჩვენი ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ყამაღლა განაცხადონ და როგორც პრემიერმა განაცხადა, მე დანარჩენზე მე ვისაუბროთ. ეს არის მთავარი აღიარება ლეგიტიმაცია. აბა არაკანონიერ ორგანოს რატო უნდა ელაპარაკოს? თვითონაც არ უნდათ, ხო? მათი გაგებით არაკანონიერ ორგანოს. ეს საკმარისი იქნება, რომ თქვენ დაელაპარაკოთ ამ პარტიას? ჯერ ეგ გააკეთონ, განაჩენ რა საკმარისი მე გეტყვით. აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების და ურთიერთგანადგურების ის ლოგიკა, რომელიც ქვეყანაში არსებობს და აუცილებელი არის, რომ პასუხისმგებლიანმა პირებმა ერთმანეთთან დაიწყოს დიალოგი, დაიწყონ მოლაპარაკებები და კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე საუკეთესო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნება ქვეყანაში ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩანიშვნა. ეს იყო ლელოს მოწოდება ყველა პოლიტიკური აქტორის მხრიდან, რომ ქართული ოცნება დასხდეს სასაუბროთ იმ პარტიებთან, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო. დღეს ჩვენ გახარიას პარტიას ვკითხეთ, გიორგი გახარიას პარტიას, რომელიც პარლამენტში არის წარმოდგენილი, რაც ფიქრობს ამ მოლაპარაკებებთან და ამ დიალოგთან დაკავშირებით. ექს-პრემიერის პარტიაში ფიქრობენ, რომ მეტი სიმკვეთრე და დეტალები არის აუცილებელი იმისთვის, რათა ამ მოლაპარაკებებში საკუთარი თავი დაინახონ. კანდიდატის სტატუსის მიღება რაც შეეხება ლელოს განცხადებამ, ვფიქრობთ, რომ მეტი მკაფიობა არის საჭირო. ვისთან, რა საკითხებზე, რა პოზიციიდან, ვისი მედიაციის საშუალებით მოხდეს დიალოგი. დღეს ოცნების მხრიდან დიალოგის წინაპირობა ნამდვილად არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, ყველა მხარემ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი. დიალოგი აუცილებლად იქნება, მაგრამ სწორ დროს, სწორი აქტორების ჩართულობით და რა თქმა უნდა ხალხის და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ძლიერმა საქართველომ განაცხადა, რომ ქვეყანა არის დიდ კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოსავლის გზები პოლიტიკურმა მხარეებმა უნდა იპოვნონ და უნდა შეთანხმდნენ ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე და ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. ქართულმა ოცნებამ დღეს უარი თქვა მათთან საუბარზე, თუმცა ახლა უკვე საინტერესო არის, რას უპასუხებს ძლიერი საქართველო ქართულ ოცნებას, ვინაიდან ამ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში დიდი კრიზისი არის და პასუხისმგებლიანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას პოლიტიკური მხარეების მხრიდან იმისთვის, რათა ქვეყანა ამ კრიზისიდან იყოს გამოსული.